მდინარე სუფსის მარცხენა ხეობის ქედზე, ოზურგეთიდან 8 კილომეტრის დაშორებით დაბა ნასაკირალი მდებარეობს. ეს კუთხე გურიაში საკმაოდ გამორჩეული მხარეა, სადაც ერთ დროს კურორტიც კი იყო. აქ 10 წლეულების მანძილზე თანაცხოვრობენ ქართველები, უკრაინელები, რუსები, ებრაელები, ბერძნები, სომხები და იეზიდები. ეს ყველაფერი კი ამ კუთხის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. ვფიქრობ, ამ სოფელში მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო იქნება, ასე რომ გამომყევით. დაბა ნასაკირალი ზღვის დონიდან 140 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მას აღმოსავლეთით სოფლები ძიმითი და დვაბზუ, დასავლეთით ოზურგეთი და ბაილეთი, სამხრეთით მელექედური, ჩრდილოეთით კი სოფელი სილაური ესაზღვრება. დაბა ნასაკირალი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც ამჟამად 1000 კომლი ცხოვრობს. სიტყვა ნასაკირალი მომდინარეობს საკირალიდან, ნაკირალიდან და საბოლოო ჯამში თანამედროვეობაში ეწოდა ნასაკირალი. აქ ოდითგანვე ისტორიულად კირის საბადო იყო, რომელიც 70-იან წლებში ლიკვიდირდა და ეს სოფელი არის გურიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავისი ტოლერანტურობით, რელიგიური მრავალფეროვნებით, ადამიანთა ეთნიკურობით, არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ცხოვრობს აქ. ნასაკირალი არის გურიაში მეოთხე რაოდენობით მეოთხეა სოფლების მიხედვით და ერთ-ერთი მრავალფეროვანია თავისი მაცხოვრებლებით. რაც შეეხება სოფელს, დღევანდელ მოცემულობას, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ქვედა ნასაკირალში ეს სახელწოდებაც 1929 წლიდან მოდის, როდესაც კოლმეურნეობა და ქვედა ნასაკირალმა დღევანდელობამ დაიწყო ჩამოყალიბება და ისტორიული მნიშვნელობაც არის იმის, რომ ამერიკაში წასული მედოღე მეცხენოსნე გვარჯალაძის შვილიშვილი იყო პირველად ნასაკირალის მეურნეობის დირექტორი 1929 წლიდან 38 წლამდე, რა დროსაც სოფელში გაშენდა კლიპტომერიის ნაცვთა ხეივანი, გაშენდა ჩხავერისა და ცოლიკაურის 60 გექტრამდე ვენახი, გაშენდა 55 ჰექტარზე ციტრუსის ბაღი, 460 ჰექტარზე ჩაის პლანტაცია და ერთ-ერთი მრავალფეროვანი იყო ამ კუთხითაც, რომ უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა აქ სამუშაოდ, მათ შორის ვიეტნამელები, ვიეტნამის ომის დროს და აქ საქმდებოდნენ. 1969 წელს მაღალმთიანი გურიდან, სურებიდან და ზოტიდან და ჩხაკოვრიდან 750 ოჯახი ჩამოსახლდა და ამან შესძინა ახალი სიცოცხლე და ახალი ენერგია სოფელს, რის შემდეგაც დღევანდელი მოცემულობით სოფელი არის ერთ-ერთი დიდი მაცხოვრებელი, 1000-მდე კომლი ცხოვრობს დღეს ნასაკირალში. ფაქტობრივად მას ძალიან დიდი და ძირძველი და ფესვიანი ისტორია აქვს. მოგეხსენებათ 1878 წელს მოხაჯირობა დაიწყო იქეთ. იყო ხალხი, რომელიც გარბოდა უცხო ქვეყანაში. ეს 12 გვარი, რომელმაც არის სულ უცხო ქვეყანაში წასვლა და მოხაჯირებას ძლიერ ხალხს ძებდნენ და არაჩერებდნენ რა, მოკლედ რა ვთქვათ და ეს 12 გვარი მაღალმთიანი აჭარიდან გადავიდა ბახმაროში. ბახმაროს ტყეში აფარა თავი და არ წავიდა მოხაჯირობაზე. უცხოეთში ამაზე პროფესორი რამაზ ხალვაში ნაშრომს აკეთებს, რომ აი ქართველი აჭარლების გმირობა, რომელიც არ წავიდნენ იქ უცხო ქვეყანაში და ტყეში აფარეს ბახმაროს ტყეს თავი და გადაიჩინეს თავის თავი. ბახმაროს ტყეში ცხოვრობდნენ კარგი ხანი, ალბათ მიახლოებით, რომ ზუსტად ვერ იტყვი, მაგრამ 15-17 წელი იმალებოდნენ, ასე მალულად ცხოვრობდნენ და შემდეგ გამოვიდნენ უკვე აქეთ სოფელ ჩხაკაურაში, იქეთ სოფელ ზოთში, გამოვიდნენ, უკვე დაიწყეს ცხოვრება, საცხოვრისი მოიწყეს, მაგრამ რომ მოიწყეს საცხოვრისი, ეს მიწები იყო სხვისი. და ამ მიწის უკვე შესყიდვის საჭიროება დადგა. ფაქტობრივად ჩხაკაურას მაშინ პატრონობდა ივანე სიკოს და ერისთავი.
ფარცხმის საზოგადოების თავადი იყო ის. ჩვენმა ძველებმა ესე ისტორიაში ასე წერია ზუსტად რომ ისკენდერ აღა ირემაძემ, პაიჭაძემ, ბერიძემ, გიორგაძე, ქათამაძე, ირემაძე, ჭელიძე არ გამომჩესახლა რომელიმე გვარები, ფაქტობრივად შეიძინა ჩხაკაურლებმა ივანე სიკოძე რისთავისგან და ქვემო ჩხაკაურაში კიწმარაშვილებისგან. შეძენილია ოქროსზე და ზოტელებმა კეკელიძეებისგან შეიძინეს. ნაყიდი გვაქვს ჩვენის იქაურობა. შემდგომ ფაქტობრივად რა მოხდა ახლა? გამოცხადა სახელმწიფო პროგრამა ნასაკირალზე და ნასაკირალში ფაქტობრივად გეგმიური პროგრამით ჩხაკაურა ზოტი სურებიდან მაღალმთიანი გურიის სოფლებიდან წამოვიდა ხალხი. წამოვიდა დასახლდა ნასაკირალში. აქ ისეთი იყო ეს სოფელი, მაგრამ უკვე გაცოცხლდა სოფელი 1969 წლიდან. ჩხაკაურა ზოტის სურების წარმომადგენლებმა გააცოცხლეს, გაალამაზეს აქაურობა და დღეს ნახე როგორი სოფელია. ბაღნარია ფაქტობრივად ბაღნარი შეიქმნა და ჩემთვის ნასაკირალი არის ჩემი კლასელები, ჩემი მეზობლები. ჩემი მეგობარ-ნათესავები, მასწავლებლები, როგორებიც არიან, ჩემი დამრიგებელი ეთერი მენამდე, მედეა სიამაშვილი, ლალი თავაძე, კიზი ღლონტი, ლასი ვარნაბოვიჩი, მიშა გოგუაძე, დალი დავითაშვილი, ლუარა გოგიჩაიშვილი და ის ბრწყინვალე კოლორიტი ხალხი, ვინც ჩემი სოფლის ფესვები და კოლორიტები არიან. რომ ადამიანი რო დაიბადები და შენი ათვლის წერტილი რო გაქვს, ხო იცი, აი ჩვენთვის ეს არის ნასაკირალი, ათვლის წერტილი. აი სიზმარს რო ნახავ და ნასაკირალი და რო იწყება შენი ყველაფერი. გამომარჯოს ჩვენს ნასაკირალს, შემოკლებით ნასას ვეძახით აკაურობას. Ata 1969 წლიდან მოხდა ნასაკირალის მეურნეობაში ზემო სოფლებიდან გეგმიური ჩამოსახლება ჩხაკაურა ზოტის სურებიდან. შეიქმნა საფუძველი, რომ გახსნილიყო საშუალო სკოლა და მშენებლობისათვის სასწრაფოდ იყო ხელმძღვანელი საჭირო და გამოიყო თეოფილა მგელაძე. მისი საშუალებით 2 წლის განმავლობაში აშენდა სკოლა. შეიქმნა საფუძველი და იმისა, რომ გახსნილიყო ქართული რუსული საშუალო სკოლა. მანამდე სწავლობდნენ მელექედური საშუალო სკოლაში მოსწავლეები. სკოლას ხელმძღვანელობდა ლასი თალაკვაძე, პანოვის თალაკვაძე. სასწავლო დარგში ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ეგრელაძე. იმავე წელს დავიწყე მე მუშაობა გეოლოგია შრომის მასწავლებლად. ჩემ გვერდით მუშაობდნენ არონონ ნაცვალაძე, მიშა გოგუაძე, ლალი თავაძე, იულინა კვიჩილაძე, ლავარი ფუტურიძე, გოგიჩაშვილი და სხვები, დაახლოებით 50 მასწავლებელი. ჩემ მუშაობის პერიოდში ვამაყობ, რომ ავსადე ასეთი მოსწავლეები. როცა მხვდებიან, მესალმებიან და სიყვარულით მიწოდებენ ნოდარ მასწავლებელს. ცოტა არ არის 25 წელი რომ ვიმუშავე ამ სკოლაში, ბევრ ამას ნიშნავს და როცა სკოლებს დავინახავ, მეყვარს და მიხარია. ეს ადგილი მართლაც ისტორიული ადგილია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნასაკირალის საბრძოლო მემორიალთან, რომელიც უკავშირდება 1905-7 წლების რევოლუციას და სწორედ აი ამ რევოლუციის გამოძახილი იყო აქ გურიაში და ამ ადგილზე სწორედ სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და სადაც ეს მემორიალია აღმართული. აქ იყო შეტაკება, გურიის გლეხთა შეტაკება რუსულ საეგზეკუციო რაზმებთან, რომელიც მაშინ ჩაყენებული იყო ყველა სოფელში და ყველა მაზრაში და განსაკუთრებით ახლა ოზურგეთის მაზრა იყო გამონაკლისი და როცა მოხდა ეს რევოლუცია 1905
67 წლების რევოლუცია, აი სწორედ მისი გამოძახილი თან ნასაკირალშიც იყო, რომელსაც მოყვა გლეხთა გამოსვლები, რომელიც მოითხოვდა მიწას, მოითხოვდა თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეს შეტაკება მაშინ ამ რუსულ რაზმებთან დამთავრდა გურიის გლეხთა გამარჯვებით, რომლებმაც არც მეტი, არც ნაკლები შემდგომ რესპუბლიკაც კი გამოაცხადეს. ასე რომ გურულებს რესპუბლიკაც ჰქონდა, რომლის პრეზიდენტი ბენიამინ ჩხიკვიშვილი გახდათ. 1968 წელს აღიმართა ეს მემორიალი. მართალია შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ისტორია არაფერს არ კარგავს, არ ივიწყებს და არც ეს მოვლენა არ იყო გამონაკლისი. და კიდევ მინდა ვთქვა, რომ როდესაც აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა, ყველაზე მეტი აქედან წავიდა ნასაკირალიდან ახალგაზრდები სამშობლოს დასაცავად. ზოგადად აქ მრავალ ეთნიკური ხალხი ცხოვრობდა თავიდანვე, სომხები, ბერძნები, რუსებიც და მინდა ვთქვა, რომ აევაზოვზე მინდა შევაჩერო ყურადღება, რომელიც იმ დროს იბრძოდა აფხაზეთის ომში და ისე ჩამოასვენეს ეს იქედან, რომ არც გაგვიხსნია სასახლე, არც ვიცით, რომ მიშით ნამდვილად ესვენა თუ არა. ისე იყო დამწვარი მისი სხეული. ასევე კიდევ თავაძე ჩვენი ედვარდი, ასევე კიდევ თალაკვაძე, მახარაძე, ჩვენმა ბიჭებმა თავისი სიცოცხლე არ დაიშურეს მაშინ, როდესაც სამშობლოს ჭირდებოდა. ასევე კიდევ აგვისტოს ომში ყავს ჩვენ აგვისტოს ომის მონაწილეები, ყავს ასევე ცოცხალი გმირებიც, რომელიც მონაწილეობდნენ აგვისტოს ომში და დღეს კიდევ სამშობლოს ემსახურებიან. მინდა ვთქვა, რომ მოდი გახედეთ, ნახეთ და დასტკბით, რა საოცრება არის გურია, ნასაკირალში თუ არ ახვედით, ყოველი ეშხი დაკარგულია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დაბა ნასაკირალში ამ უბანს მესხების უბანს ეძახიან. აქ ყველა ოჯახი მესხია. საიდა ხოსაძე არის ერთ-ერთი მრავალშვილიანი ქალბატონი, ვინც წინაპრების ტრადიციას არ ღალატობს და უგემრიელეს ტრადიციულ მესხურ პურს აცხობს. ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი თავად ვნახოთ და გავიგოთ უფრო მეტი ამ ტრადიციის შესახებ. გამარჯობათ ქალბატონო საიდა. როგორ ძანდებით? კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? კარგად, მოდი ჩაგიხუტოთ. მიხარია თქვენი ნახვა. მადლობა. გათვალი სულ იმაში რა ქვია, Facebook-ში ხედავ თქვენს კლიპებს. ძალიან დიდი მადლობა. რა შურებით, რა კარი პროცესის? მე ახლა პურს ვაცხობ. მომსწრე გავხდი. ძალიან მაინტერესებდა, ესე იგი გამოვაცხოთ უკვე. გამოვაცხეთ. მესხური პური, უგემრიელესი. სომინები. აბა გითხარი, რა პროცესებთან არის დაკავშირებული მესხური პურის გამოცხობა? ჩვენთან მესხებს ყველას აქვს ფურნე, რომლებიც ყველა პურს აცხობენ ასე ფურნეში. და რავი, ძალიან გემრიელია, ბევრს მოსწონს კიდევაც და ასევე რომ გავაზიარებდით და რაღაცა
მოეწონათ და შემომთავაზეს პროექტის დაწერაზე, ფურნის გაკეთებაზე. ზუსტად მაგ დროს მეც ფურნე უკვე დაშლილი მქონდა და აი მოვიგე ეს გრანტი და გავაკეთეთ ეს ნავესი და ფურნე. რამდენ პურს აცხობთ კვირაში ერთხელ? ამ ფურნეში შედის 15-20 პური, მაგრამ მე 10 პური მყოფნის. პურის გარდა კიდევ რას აკეთებთ აქ? შეგიძლიათ აქ გააკეთოთ ბაკლავებიც, ხაჭაპურებიც, ბევრი რაღაცა შეიძლება გამოაცხოთ. აი პურის ცხობას რომ იწყებთ, მთელი დღის განმავლობაში აქ ატარებთ, რა პროცესების გავლა გიწევთ? პურს მოვზელ, დილით რომ მოვზელ პურს 2 საათში უნდა ამევიდეს, ამ დროს სახლის საქმეებს ვაკეთებ, სხვა საქმეებს ვაკეთებ, მერე ამოვა, მერე ტაფებზე ავიღებ, 5-10 წუთი უნდა გააჩერო ტაფაზე და მაგ დროსაც კიდო შეშას ამევიტან ფურნესთვის, სანამ ეს ამოვა და მე ვაცხობთ პორს. თქვენი ოჯახი გადმოასახლეს უზბეკეთიდან, ხო? დიახ. როგორ მოხვდით იქ? ბევრი არ ვიცი, მე აქედან როცა გადაასახლეს საზღვარგარეთ, ანუ ყველგან გაანაწილეს, ზოგი აზერბაიჯანმა წაიყვანა, ზოგი რუსეთმა, ზოგი თურქეთმა, ზოგი უზბეკეთმა, ანუ ყველგან არიან და მე რომ მიღება 82-იან წლებში რომ საქართველოში მიღება დაიწყო მესხების, ბევრმა გადმოსახლდა ისევ საქართველოში. 1992 წელს გადმოსახლდნენ ჩემი მშობლები. მე 82-იანი ვარ, პატარა ვარ. მე 1 წელი აქ შემისრულდა და კი მას შემდეგ აქ ცხოვრობ. ხო, იმის მერე აქ ცხოვრობ. სკოლაც აქ მაქვს, ქართული სკოლა დამთავრებული. აქ ადგილობრივი ხალხი ძალიან კარგად მიგვიღეს. უზბეკურს თუ აკეთებთ რამის? უზბეკური გვაქვს ფლოვი, მანთი გვაქვს. აი გურული ტრადიციული საჭმელებიც ვისწავლეთ ამასობაში. გაამრავალფეროვნეთ თქვენი მოკლედ ნიჭი და უნარები და ყველა კუთხის კერძის მომზადება შეგიძლიათ. დიახ. რახან მოსული ხარ? მე შენ დაგაგემოვნებ, ჩემ გამომცხარ პურს. ჩვენთან როცა ფურნეში ვაცხობთ პურს, დაუძახებთ ქალებს, ჯგუფი გვაქვს, პური გამოვაცხე, მოდით კარაქი და პური ვჭამოთ და გავჭრით ასე ამ პურს. მერე შიგნით ჩავდვებთ კარაქს. როგორი მსუყე ტრადიცია ამ ბევრს რომ მუშაობთ, ვატყობ ნასაკირალიდან ძლიერები რომ ვიყოთ, წონით წავა და კალორიებით დატვირთული ვიქნები. და ესე იგი უმასპინძლდებით მეზობლებს. ხო, და დავждებით ჩაითან ერთად მივირთმევთ. ასე ცოტა უნდა დარბილდეს. შეგიძლიათ მირთვათ ბიში, ასევე ჩვენი ტრადიციული მესხური კერძია ბიში. ამის ჩიჩილი ყველი. მირთმევის რაიმე ტრადიცია არსებობს თუ არა? არა, უნდა აიღო, გატეხო ჭამო. მიდის ყველთან ერთად კარგად არის, თვითონაც ცარიელი კარგად არის და მქონდა ფესტივალი გავაკეთეთ, მესხური აჭარული გურული კერძები. იგიც აქ ჩვენი სახლის წინ დიდი მინდორი რომ არის, იქ გავაკეთეთ და იქაც მიირთვეს ასე. მოკლედ პოპულარიზაციას უწევთ მაქსიმალურად მესხურ ტრადიციულ კერძებს. ნათია. შეგიძლიათ ასე ამოიღოთ, შიგნიდან დაჭამოთ პური. ესე წესი არის ხელი ჭამ. ხო. ძალიან შეგერგოთ. დღეს ოღონდ არ გასუქდეთ. გავსუქებ. სხვათა შორის ხშირად მეუბნებიან, როცა მხვდებიან ეკრანზე უფრო მსუქანი გონი ხართ და მსუქანი ჩანხარო და სინამდვილეში ეგრე არ ხარო და ეს მომშვიდეს ხოლმე. მე ვერ გიცანი და მე კლიპები რო დავინახე, ეს ჩემი ნათია მეთქი. სულ გათვალიერებთ. ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, მასპინძლობისთვის და თქვენ. ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანით. დავაგემოვნეთ თქვენი გემრიელი პური და იმედია კიდევ შევხვდებით მრავალჯერ. დაგემშვიდობებით ახლა. კარგად. ნახვამდის.
ესხები ჯერ თავიდან თუ დავიწყებთ, ისე იგი 1954 წელს გადაასახლეს საქართველოდან და აღმოჩნდნენ შუა აზიაში და ყაზახისტანში. ემის შემდეგ ისე ადვილად არ მოგვიწია ჩვენ უკან დაბრუნება, იმიტომ რომ გვეგზალებოდა საქართველოში დაბრუნება და ამიტომ ჩვენ დიდი წვალების შემდეგ მეორეჯერ ჩვენი ცდა შესრულდა, იმიტომ რომ პირველი 69 წელს, 68-69 წლებში ჩვენ გადმოვსახლდით აზერბაიჯანიდან, ჯერ შუა აზიიდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან მერე ესე იგი საქართველოში, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელ აჩიკვარაში, მაგრამ იქედან მეორედ გადაგვასახლეს, ძალით გადაგვასახლეს. და ჩვენ აღმოჩნდით, ისე იგი ყაზახის რაიონში, სოფელი ჯაფარლიში და ჯაფარლის შემდეგ ჩვენ გადავედით საცხოვრებლად ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთში და ყაბარდო-ბალყარეთიდან 1977 წელს უბრალოდ ბიუროკრატის პატარა შეცდომის გამო ჩვენ აღმოჩნდით კვლავ საქართველოში და 77 წლიდან დღემდე ჩვენ აქ ცხოვრობთ. უბრალოდ რომ მოგახსენეთ, რომ შეცდომის მუშა ხელი ჭირდებოდა სოფელ ნასაკირალს და დირექტორმა შეცდომით არ იცოდა თუ ვინ ვიყავით ჩვენ და მოგცა ცნობა, რომ სოფელს მეურნეობას ჭირდება მუშა ხელი. ამ ცნობის საფუძველზე ჩვენ გადმოვსახლდით, მაგრამ მათთვის უკვე გვიან იყო. ჩვენ გადმოვსახლდით და ვერ გადაგვასახლეს უკან. ახლა აბასთუმნელი ვარ, მე წარმოშობით, ან ჩემი წინაპრები არიან აბასთუმნიდან. რა თქმა უნდა, ვერ შევადარებ, ახლა ამჟამად ჩემი და ცხოვრობს აბასთუმანში. მეც ვაპირებ წასვლას, მაგრამ შვილებს არ უნდათ, იმიტომ რომ დაიბადნენ აქა. აქაური წესადათები შეისწავლეს და იციან და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ადგილობრივ ხალხთან. დაბა ნასაკირალში პირველი ხის მეჩეთი 1991 წელს მუჰამედ პაიჭაძის ინიციატივით აშენდა. მაშინდელი იმამი კი მუჰამედ მეკეიძე იყო. მოსახლეობისა და მრევლის ზრდასთან ერთად სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობა გადაწყვიტეს, რომელიც 2016 წელს დაიწყეს. ეს მშენებლობა გასულ წელს დასრულდა და დღეს აქ სოფლის მრევლი ყოველ პარასკევს იკრიბება. გამარჯობათ ბატონო ზრიად. გამარჯობათ, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა, დიდი მადლობა თავად როგორ გზანდებით. კარგად მადლობა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან, ჩვენ სლამას სოფელში. გაიხარეთ, მადლობა რომ
გამონახეთ დრო ჩვენთვის და გვასპინძლობთ. ბატონო ზვიად, პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი მეჩეთი გაქვთ და მართლაც საოცარი სანახავია. აქ არსებული ეს ხუროთმოძღვრება და ყველაფერი. მოგვიყევით ისტორია. როდესაც შენდა მეჩეთი დაბა ნასაკირალში, მე როგორც ვიცი, ადრე იყო სოფელი და იყო ხის მეჩეთი, მაგრამ დროის სვლასთან ერთად უკვე შემდეგ სიტუაცია მოითხოვა, რომ უკვე ესეთი სტილის მეჩეთი ყოფილიყო. ეს სოფელი დაახლოებით 1979 წელს დაარსდა. მაშინ პირველად იმყოფებოდა ამ სოფელში წინამძღვარი, ანუ ხოჯა, ასე რომ ვთქვათ, ჰუსეინ ადაძე. ძალიან ძვირფასი ადამიანი, ძალიან უაღრესად განათლებული, სოფლისთვის ძალიან დიდი ღვაწლი ჰქონდა ამ ადამიანს. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო, კომუნისტური პერიოდი იყო. ანუ მსგავსი რაღაც, ანუ მეჩეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იყო, მაგრამ ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ ანუ ხალხს უპატრონა მიცვალებულის საკითხებში, რელიგიური ის ძირითადი საფუძვლები, რაც რომ აუცილებლად ადამიანს ესაჭიროებოდა, ხალხს მიაწოდა. ესე იგი 1991 წელს მუჰამედ პაიჭაზის თაოსნობით დაიწყო მეჩეთის მშენებლობა, ანუ ძველი მეჩეთის ხის მშენებლობა, ანუ ხის მეჩეთის მშენებლობა. მაშინ ამ მეჩეთის წინამძღვრად დაინიშნა მუჰამედ მეკეიძე და ომერ მგელაძე, რომლებიც ამ სოფელში ძალიან დიდი ღვაწლი შეიტანეს ამ რელიგიურ სახურებასთან დაკავშირებით და მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამჟამინდელ წინამძღვრებსაც, მალხაზ ართმელაძეს და ბადრი მგელაძესაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომლებიც ემსახურებიან, ასე ვთქვათ, უანგაროდ ამ სოფელს. შემდეგ მოგეხსენებათ, ანუ სოფელი პატარა იყო, გამრავლდა და გაბევრდა ხალხი, მოსახლეობა, რამაც ანუ მეჩეთის უკმარისობა გამოიწვია. მიიღეს გადაწყვეტილება სოფლის ხალხმა, რომ ამ სოფელს ესაჭიროებოდა, ანუ როგორც ხედავთ, მსგავსი დიდი და გრანდიოზული მეჩეთი. ხალხის ინიციატივით დაიწყო ეს მშენებლობა 2016 წელს და ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა თემურ ირემაძე და თამაზ გორგაძე. მათაც მინდა მადლობა გადაუხადო. ხალხი მოდიოდა ჯგუფ-ჯგუფად, ანუ მშენებლობაში ღებულობდნენ მონაწილეობას. იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი სოფლის, ასე ვთქვათ, ბიზნესმენებიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა. ვისი მოხატულია ეს მეჩეთი და აი, იმიტომ რომ ოსტატები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და იყვნენ ლაზები ძველად. ეხლა ძირითადი მშენებლობა, ანუ რასაც ქვია ქვა დანარჩენი რაღაცები, ადგილობრივმა ოსტატებმა ააგეს, მაგრამ ეს მოხატულობა, ეს სილამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთან ჯერჯერობით ეს შეუძლებელი, ანუ არ გვყავს ამის სპეციალისტები, რა თქმა უნდა, აქაც ახლანდელმა ლაზმა ოსტატებმა მიიღეს მონაწილეობა და გაგვილამაზეს ეს ჩვენი ლამაზი მეჩეთი. არის ვიცი ამ იმაში კაცი რომ ჩამოასხა პენსიაში გახვალდა რაღაცა ყველა მოგენატრება ხომ ისე ასე რომ შევიყარეთ ასე ტკბილად ლამაზად დიდი მადლობა ჩემო მარია გაშენებს გამშვენელი მეცი და შემოგემრია ვალვიკობიდია შენგენას ვალე მარე იუბილარი იქნები და შენ ნახე რა კლიმანჭულები ითქვა და რა სიყვარული ითქვა იქა შავალე გეშენი შავი
ჩოხა შავლეგო შავლე შენი შავი ჩოხა შავლეგო სისხლში გაგი ხამებია შავლე დიდი მადლობა გაიხარეთ ხალბატონო. მოკლედ ვსეირნობდი თქვენს ულამაზეს ნასაკირალში და მომესმა თქვენი მშვენიერი სიმღერის ხმა. და არ შემეძლო რომ არ შემომევა. რა კარგად მღერი ხართ. ვითომ? კი, ნამდვილად. ძალიან კარგი. წელიწადში ერთხელ ვიკრიფებით მაინც. აი ასაკოვა ხალხთან ერთად ეს ახალგაზრდების და რა ვიცი ერთ დღეს აღვნიშნავთ როგორც არის შეეფერება და როგორც არის ჩვენი ქვეყნის სოფლისთვის საჭიროა. ხალბატონო ნათლიანა, მე არის რომ სოფელი დაიცალა, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ წევიდა ქალაქისკენ და შემოუჩით ეს აი ჩემი მეგობარი ხალხი დროები იყო, წლები იყო გასული კულტურის სისტემაში მუშაობდით ჩვენ და აი ხალხი რომელსაც თქვენ უყურებთ, იყო მომღერალი თვითნასწავლი ხალხი. ახლა შევიკრიბეთ სოფელში და თუ წავიღიღინდასავით გვიყვარს ჩვენ აი გურია სოფელი და გვაქვს ერთი გურიაზე, ნინოშვილის გურიაზე გვაქვს სიმღერა და თუ შეიძლება თან წავიღიღინებთ და რა ვიცი, გასიამოვნებთ მე მგონი ჩვენი სოფელი და ჩვენი სიყვარული ხალხი. მოდი, რადგან ასეა ჩემო კეთილო ადამიანებო, ლამაზი ულამაზესი სტუმარი გაგვაჩნია ჩვენი ლამაზი კუთხიდან აჭარიდან. ქალბატონი ნათია თავდგირიძე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, წარმატებებს უსურვებთ თქვენ პროექტს, თქვენს ლამაზ ჩანაფიქს, გახორციელება ჰქონოდეს და გაძლიერება ყოველთვის რაც მთავარია. ამასთან ერთად მე მინდა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის საფრთხეზე მინდა შევსვა რა სიმღერათაც ჩვენ მოოთარი თქვა რომ ვიყვარს ჩვენი ქვეყანა მრავალჟამიერი ყოფილიყოს გამხიანებული, გაბრწყინებული და გამარჯვებული რაც მთავარია. გაუმარჯოს. გაუმარჯოს აბა ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს, ჩვენ სილამაზე ქვეყანას, ადამიანურ ქვეყანას გაუმარჯოს ღმერთმა და ნათია გადღიგზელენ თქვენთან მართლაც დიდებული მისაბაძი აგარი გოგო ხარ და გამარჯვებული ხარ სულ ასე სიკეთიანებს. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ახლა ქალბატონო ნათია წავიღინებ ჩვენ პატარა სიმღერას თვითნასწავლი ხალხი ვარ და მე მგონი გამოგვივა რაღაცა. სიამოვნებით მოვისმენ თქვენს მიერ შესრულებულ ამ უძველეს სიმღერას და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ახლა გველოდება. საქართველოს გვიძილი შვილი თვალწამწაცი გურია ჩაისა და ციტრუსების მწვანეთ აიგულია და ჩაისა და ციტრუსების მწვანეთ აიგულია და თოვლიანი საყორნია მუდამ მწვანესერები სუფსისა და ჟუჟის გასწრივ გადაშლილა ველები და სუფსისა და ჟუჟის გასწრივ გადაშლილა ველები და საკასკაშაღა მეწყნარი დილანა თელმზიანი ჩაის ბუჩქთან თავდახრილი ცისფერ თვალებიანი და ჩაის ბუჩქთან თავდახრილი ცისფერ თვალებიანი და ოსმანეთში გაყიდული შვილის დედამტირალი ბრძოლის ეზში გახვეულია ჩვენი ნასაკირალი და ბრძოლის ეზში გახვეულა ჩვენი ნასაკირალი და ქარხნები და ფაბრიკები ასკანიდის მაღარო საკავშირო ინსტიტუტი რომელსაც შევადარო და საკავშირო ინსტიტუტი რომელსაც შევადარო და სილამაზე ულეველი და სიმდიდრე მრავალი ნინოშვილის გურია ახალი მავალი და
მადლობა, რომ ესე ინარჩუნებთ უძველეს ტრადიციას, უფრთხილდებით, დროს პოულობთ და ერთად იკრიბებით და მე მიხარია რომ გაგიცანით წარმატებას, ჯანმრთელობას გისურვებთ. კიდევ დიდხანს ასე გაგეტარებინოთ დრო. მე წარმატებები გქონდეთ თქვენ ცხოვრებაში. გაიხარე, მე გავაგრძელებ ახლა ნასაკირალის დათვალიერებას და ჩვენ ერთმანეთს მჯერა ისევ შევხვდებით. დიდი მადლობა. მადლობა და მადლობა. ჩვენ ახლა უნდა გავიცნოთ გურიაში ყველაზე უხუცესი ქალბატონი ფატყუმე ართმელაძე, რომელიც 103 წლისაა. ის დაბა ნასაკირალში ცხოვრობს, რომელსაც 4 შვილი, 15 შვილიშვილი, 35 შვილთაშვილი და ძალიან ბევრი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მოკლედ, დღეს ჩვენ 5 თაობის ბებოს უნდა ვესტუმროთ. გამარჯობა. როგორ ხარ? რომ ხედავ. კარგად უნდა იყო, კარგად. კარგად ვარ, კარგად. მე ჩემი მიდაგვარა. ჩემი ტლევანო მიდაგვარა კარგად ვარია. რა თქმა უნდა. ამას რა ვარ ვატყმერთა. ჩემ თავს უარები, ჩემ ფეხებით ვიარები. ყველაფერს ჩემის ვაკეთე. საჭმელთა იმას ხუმერ გავაკეთებ ახლა. ამდენი შვილი გყავს და რძალი და თქვენ რატომ უნდა გააკეთოთ? აბა. რამდენი წლის გათხოვდით? ამ გათხოვდი? დიახ. არ ვიცი ახლა მაშინდელი დრო იმას ემრე. მეთვლე ქვეყანა დრომ ჩამეიარა. იმფო 17 წელს ვამბობ მასე იყო. როგორ გათხოვდით, აბა რომ მოგვიყვეთ? გამოთხოვა მამა ჩემმა მიმცაბიც რა უნდა და ხამეც მეც გასათხვარი იყავი და სახლებელი იყო. როგორც მე გავიგე, თქვენ ხართ მოტაცებული. მოპარული, არ ვარ მოპარული, მაგრამ მე წამველი ჩემით. ჩემით წამველი ქმარს წამოუხდე დავანთავრე, მაშინ იყო აფერი არ ქონდა არციკითაც არტაკეთაც და ჯობდა ქმარზე ჩაბარებ. ტიპწკანის ცხოვრება. მშობლები არ გაბრაზდნენ? არ გამბრაზდებია. იმიტომ რომ მე სამი ბიჭი გიმიჩნდა. ერთი გოგო გიმიჩნდა. ბებო, რა მომიყევი, იცი? მაშინდელი გელინობა როგორი იყო? მაშინდელი გელინობა რაფერი იყო და ასენად გეტყო ხელები. და ასენა გვექნა. მამთილთან, დედამთილთან ასენა ყოფილიყავით. ჩუმად. ვერ ვლაპარაკეთ, არ სჭამდით იმასთან აფერი არ. ვაიბედეთ. დალაპარაკება დედამთილთან, მამამთილთან გვიანი იყო. როგორი ურთიერთობა გქონდათ, როგორი? მართან თუ. ხო. ქმარნეთა ყოფილიყო და ცოცხლათვარა. ადარი. აბემესტრა. 98 წელს აიყო რომ წევდა. იმან. და მე დამტი. ახლა პატატანი არიან დიდვანი და დიდვანიანი პატატა. ახლანდელი წესი ასე შემოვდა და მაშინდელი ისე არ იყო. უпросად სარგებლობდით, წვეთით. უშნოს ამბობ. არა, როგორ გეკადრებათ? ასე ახლა წესი, ასე გამოვდა, უშნოს გამომივდა, მაგრამ ასეა. ხადარი ახლანდელი ძალი. ვერ მიხდები ძალი არის თუ არა. რატომ? ვერ მიხდები, იმიტომ მაშინდელი ხადა მაშინ სიცხვილი იყო, ძილობა იყო, ქმარის შესაფასებელი იყო, მამთილი, დედამთილი, ეს კაი ნაყოფილიყავ, რომ კაი გამოსულიყავ. და ეს ახლა გადაგიდა მთელი მამთილი. როგორი რძლები შეგხვდათ თქვენ? მე თუ
სულ ყველა იკაი. სულ ყველა იკაი შეხვდა, მაგრამ იმიტომ იცოცხლ. ახლა შეაყარი მაშინაში დარეცხავს, ჯამიკოვი შეაყარი მაშინაში დარეცხავს. ყველაფერი მოსწავლებული აგერ შეხვალ ჰადია ყველაფერი გააკეთებ საჭმელს. მაშინ კეცინა მეგვეყუდებია, ჭადინა დეგვეკრა, შორბაზე იდანა გეკეთებია იმაზე ზეიდან. და ესენი ასე იყო. ახლანდელი დრო ამაში ბედნიერია რომ ყველაფერი გვაქვს თავის ადგილზე. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, ბებო. დიდ ჯანმრთელობა უნდა. რაფერნაი ჯანმრთელო რომ დაბირდები. აღარ შეგეძლება მოსამდელი გახდები. ბევრი ამასთან მოსწელი ძველთაც ახალთაც. უჯგუთ არ ვარ. უჯგუთ არ ვარ იარო ბიშუქ. ჩემსკას ხუყური. არ მეშლება ფე. ხანი კი მაქვს, მაგრამ არ მეშლება ფე. ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურებით და საოცარი ქალბატონი. ახლა ჰებეთ აბა დაბერდები გეხვანთები, მაგრამ რა ვქნა? ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან და არ ვიცი, ვისურვებდი რომ თქვენს ასაკში ეგრე გამომიყურებოდე, როგორც თქვენ გამომიყურებთ. ასაკში არ არიან ქალები და ხელის სარონიებელი არიან. მე მინდა რომ ვიცოცხლო 103 წელი, როგორ დამლოცავ? მე თუ მე როგორ დაგროთა და მეთმა ბევრი ომრი მოგწეს. ომრი არის ეს არის მე რომ მევესტარი, ის არის ომრი. ისაც რაფერ უნდა მის თავს მოუვარდა, ჭკვიანად იქნება და წესიერად დილობა იქნება, იქ ღმერთი მიიღებს იმას. და თუ წესიერი არ არის, მაგისაც ვერ ვიყ. მაგის საქმეში ვერ შევ. შვილები, რამდენი ყავთ? ხომ გიხარიათ მათი მოსვლა? იმა ვერ მოუთლი, რამდენი გვაქვს? 100 მეტი არიან. ბევრი ყავთ ნამდვილად. 100 მეტი არიან და ბევრია ჩამოწერილია, მაგრამ ახლა მაგდენი აზრი მგთქვა. გაიხარე, ბებო. ჯანმრთელობას გისურვებ, დღეგრძელობას გისურვებ და ჯანმრთელობას გისურვებ, დღეგრძელობას გისურვებ და კარგად ყოფნა. და თქვენც ომრი მოგცეთ ღმერთმა, როგორც გიხარი და ვასწავლე. ეგ ომრის საქმე ღმერთის საქმე. დაგემშვიდობები ახლა და წარმატებები აბა. ნასაკირალში, გურიაში, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ მხარეში, სადაც როგორც გადაცემაში აღნიშნეთ, საკმაოდ მრავალფეროვანი დასახლებაა და დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ერთ-ერთ აჭარულ ოჯახს, სადაც უნდა მოვამზადოთ ტრადიციული აჭარული კერძი, რომლის მომზადებაში დღეს ლელა დაგვეხმარება. ლელა, პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვთანხმდი და გამონახეთ ჩვენთვის დრო და აბა გვითხარი, როგორ მზადდება ჰასუთა, რომელსაც ჩვენ ახლა მოვამზადებთ. მოგესალმებით. ჰასუთა ძალიან მარტივი კერძია. ოჯახში დღესაც კი ვამზადებთ და მის მოსამზადებლად დაგვჭირდება ჭადის ფქვილი, შაქარი, მთის კარაქი და ადუღებული წყალი. არ არის რთული და შეგვიძლია დავიწყოთ, თუმცა ძალიან გემრიელია და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორი ჰასუთა გამოგვივა გურიაში. დავიწყეთ. ჩვენი ჰასუთა მზად არის, შეგვიძლია დავაგემოვნოთ.
რაც მთავარია, მაყურებელს ვუთხრათ, რომ ჰასუთა როცა დასრულების პროცესისკენ წავა, აუცილებლად კარაქი უნდა ამოვიდეს ზემოთ ზედაპირზე. ეს კი იმის ნიშანია, რომ ჰასუთა არის უკვე მზად და შეგვიძლია მივირთვათ. მოკლედ ჩვენ ახლა გავსინჯავთ ნასაკირელში მომზადებულ ჰასუთას, რომელიც ლელამ მოგვიმზადა ახალგაზრდა დიასახლისმა, თუმცა საკმაოდ გამოცდილმა და რაც მთავარია ტრადიციებზე შეყვარებულმა გოგომ, მადლობა მას და ახლა დავაგემოვნებთ, გავსინჯავთ. ძალიან გემრიელი, რაც მთავარია ნოყიერი ჰასუთა გამოგვივიდა. თუ თქვენ გურიაში მოხვდებით, სოფელ ნასაკირალში, იცოდეთ რომ ძალიან ბევრი აჭარული ოჯახი ცხოვრობს და აქ გემრიელი აჭარული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მუდამ გექნებათ. ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი 2020 წელს შეიქმნა. ანსამბლში ძირითადად ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ეკვავენ, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში ღებულობენ მონაწილეობას. ქორეოგრაფი ზურა წულაძის დამსახურებით ბავშვებს არაერთი ცეკვა აქვთ დადგმული და სამომავლოდ უფრო დიდ სცენაზე ფიქრობენ გამოსვლას. ზურა, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობათ ბავშვებო, როგორ ხართ? როგორ ხართ, როგორ? გაიხარეთ. რა შვრებით, აბა, როგორ მიდის თქვენი ცეკვის ამბავი? რამდენად მოტივირებული ბავშვები არიან და როგორ გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ ანსამბლი სოფელში? კორონას შემდეგ, რაც აკვირელია, ყველა ანსამბლი გაჩერებული იყო და გადავწყვიტე სოფელში ჩამოსულიყავი და აგაგვეხსნა ანსამბლი. ბავშვები თავიდან არ იყო ესე ბევრი, სხვათა შორის აი ამ სკოლაზე მუშაობდით, ეხლა გადავედით ახალ სკოლაში. დაგვაფინანსენ ოზურგეთის მერიამ და აქ ზოგადად ბიზნესმენებმაც ფორმაზე დაგვეხმარენ ერთჯერადად და ამის შემდეგ დავიწყეთ კონცერტებზე გამოსვლა, ვიყავით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, ასევე ვიყავით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ფესტივალზე ბულგარეთში. გვაქვს ახლა 7 ნომერი და მუშაობთ კიდე სხვა ნომრებზე და ვემზადებით კიდევ სხვაგან წასასვლელად ახალ ფესტივალებზე. მე მჯერა რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ, უბრალოდ მაინტერესებს, რამდენი ბავშვია ამჟამად თქვენს ანსამბლში და რამდენად არის სურვილი სოფელში, რომ შეისწავლონ ქართული ტრადიციული ცეკვები. ამჟამად სადღაც 40 ბავშვამდეა სოფელში და სურვილი რა თქმა უნდა მაღალია და ბავშვებს უყვარს ზოგადად ცეკვა და რავის თქვენ თვითონაც ნახავთ ახლა. სიამოვნებით ვნახავთ, როგორც ჩანს აჭარული ფორმები აცვიათ ბავშვებს და ვფიქრობ ძალიან ლამაზ და საინტერესო აჭარულს შემოგთავაზებენ. ნიჭიერი პატარები. Samit goguni met pomale mamasari an kalebis tuduni vona la 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 Hajari dargano bavadi babi arem khabari Henistana demrielis pagan khalqi arari vona la 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 la
სადა ხელმა დამბირდა და მომეიტილა მეგულდა სადა ხელმა ვადელონა უდერიენა აბავოდელი ვადელა ოდელონა ვადელონა უდერიენა აბავოდელი ვადელა ოდელონა გოგო დუქანა პოფტანაზი სუკანა და შენი თავი მომცა დიდი წიფულის უკანა ვადელონა უდერიენა აბავოდელი ვადელა ოდელონა ვადელონა უდერიენა აბავოდელი ვადელა ოდელონა ასეთი იყო ჩვენი ერთი დღე ნასაკირელში, სადაც ვფიქრობ, საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობა გამოგვივიდა. გავიცანით უნიჭიერესი მოცეკვავები, გავიგეთ ამ კუთხის ისტორია და რაც მთავარია, დავაგემოვნეთ ტრადიციული სამზარეულო. ასე რომ თუ თქვენ გურიაში მოხვდებით ოზურგეთიდან სულ რაღაც 8 კილომეტრის დაშორებით დაბა ნასაკირალი თქვენს მოლოდინშია.